ნიკა კაციას სისხლის სამართლის საქმე შეიძლება ითქვას, რომ იმ ახალმა გარემოებებმა და მტკიცებულებებმა, რომელიც დაცვის მხარის ძალისხმევით აღმოჩნდა საქმეში, სრულად შეცვალა ნიკა კაციას სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-6 ნაწილს, ანუ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვას ედავებოდნენ და რაც ითვალისწინებდა პატიმრობას 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ. ადვოკატმა მოითხოვა ალტერნატიული ექსპერტიზის დანიშვნა, მათ მიმართეს სამხარაულის საექსპერტო ეროვნულ ბიუროს და ჩაინიშნა ექსპერტიზა ორი მიმართულებით, ეს იყო ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადასტურდა, რომ ნიკოლოზ კაცია არ მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებებს, ხოლო დაქტილოსკოპიურმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ იმ გადასაფუთ პაკეტზე, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება იყო მოთავსებული, არ აღმოჩნდა ნიკა კაციას თითის ანაბეჭდები. შესაბამისად, ახლა ეს ახალი გარემოებები ეჭქვეშ აყენებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ციხეში 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ გაშვება ემუქრებოდა, ნამდვილად მიუძღვის ბრალი და ჩვენ ვიცით, რომ ნიკა კაცია ამტკიცებდა მთელი ამ დროის განმავლობაში და მისი ადვოკატი, რომ მას ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს. შესაბამისად, კითხვები ამ მიმართულებით საქმეში კიდევ უფრო გამოიკვეთა და გამყარდა ნიკა კაციას პოზიცია, როგორც ამას ადვოკატი ამბობს ჩვენთან, რომ ის ამ საქმეში არის უდანაშაულო. აღსანიშნავია ისიც, რომ ადვოკატი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გამოძიება მიმდინარეობდა, მოითხოვდა ბრალდების მხარესთან, რომ დაენიშნათ აღნიშნული ექსპერტიზა, თუმცა ბრალდების მხარე ამაზე გამუდმებით უარს ამბობდა. სასამართლო პროცესი 7 მარტს არის გადადებული, პროკურატურამ შუამდგომლობა დააყენა, რომ გაეცნოს აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნას და შესაბამისად საკუთარი პოზიცია წარადგინოს, რის შემდეგაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უნდა იმსჯელოს აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის დასაშვებობაზე. მხარემ დავნიშნეთ ჩვენ ალტერნატიული ექსპერტიზა, ან ექსპერტიზა დავნიშნეთ, მოვითხოვეთ მიმართეთ სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, საექსპერტო ბიუროს. შესაბამისად მოვიდა დასკვნა 2 დღის წინ, სადაც ვითხოვდით, რომ ნარკოლოგიური შემოწმება მომხდარიყო ნიკოლოზ კაციას მიერ. ამას ვითხოვდით ჩვენ გამოძიების ეტაპზე ბრალდების მხარესთან ვიშუამდგომლეთ, თუმცა ბრალდების მხარემ დადგენილებით უარი გითხრა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, თითქოს და თავის დროს დაკავებისას ნიკოლოზ კაციამ თავად განაცხადა უარი, რაც არ იყო სწორი ინფორმაცია. ამის სანაცვლოდ ჩვენ თავად მივმართეთ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ეროვნულ ბიუროს, საექსპერტო ბიუროს, სადაც დადგინდა ექსპერტიზის დასკვნით, რომ ნიკოლოზ კაციას არ მოუხმარია ნარკოტიკული საშუალებები. ასევე დანიშნული ჰქონდა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, რაც გულისხმობს თითის წყლის აღმოჩენას იმ გადასაფუთ პაკეტზე, რომელიც თითქოს ნიკოლოზ კაციას ჯიბეში ედო, თუმცა აღნიშნულ პაკეტზე თითის კვალი არ ამოსულა. შესაბამისად, ეს გარემოება ერთობლიობაში ცხადყოფს იმას, რასაც ნიკოლოზ კაცია დაკავების მომენტიდანვე ამბობდა და ინფორმაციას გვაწვდიდა, თანხმდრაში მოდის ნიკოლოზ კაცის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან, რომ ნარკოტიკული საშუალება მას ჩაუდეს. ნიკოლოზ კაციამ სასამართლო პროცესზე ისაუბრა ღირსების შემოხელ გარემოებებთან დაკავშირებითაც. მან მოსამართლეს განუმარტა, რომ ყოველი შემოწმებისას საბადრაგო სამსახური და მისი წარმომადგენლები მას ღირსების შემოხელ პირობებში ამყოფებენ. ჩვენ დავუსვით კითხვები ამის შესახებ ადვოკატსაც და ნიკოლოზ კაციას უფლებადამცველის განმარტებით ის მიმართავს ყველა სამართლებრივ გზას იმისათვის, რომ დაიცვას ნიკოლოზ კაციას უფლებები და შეწყდეს მისი ღირსების შემოხელ პირობებში ყოფნა. რაც შეეხება სხვა სასამართლო პროცესებს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს არაერთი ადმინისტრაციული პროცესი გაიმართება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ძირითადად სასამართლო პროცესებზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება სამოქალაქო აქტივისტებს. ჩანიშნული არის მათ შორის სამოქალაქო აქტივისტის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი წევრის გელა ხასაიას პროცესიც, მას პოლიციის კორდონის გარღვევას ედავებიან. კერძოდ მაშინ, როდესაც ნიკა გვარამია ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ცნობილი გახდა ასევე, რომ მას დღეს 5000 ლარიანი ჯარიმა პოლიციელებმა სახლში ჩააბარეს.